საღამო მშვიდობის კვლავ დღეს სამშაბათია და არტ ექსპრესი პირდაპირ ეთერში მუშაობს თქვენთვის. მე ხათუნა მანაგაძე ვარ და თქვენთან ერთად საუბრობ ხელოვნების სფეროში მიმდინარე სხვადასხვა საინტერესო საკითხებზე. 1896 წელს ჯაკომო პუჩინის ოპერის ბოჰემას პრემიერა შედგა. პრემიერას დირიჟორობდა ახალგაზრდა არტურო ტოსკანინი. ოპერა ეხება პუჩინის თანამედროვე ახალგაზრდების ცხოვრებას, მათ სულიერ და სასიყვარულო მისწრაფებებს და ძალიან ბევრი საინტერესო რამ ხდება ამ ოპერაში, ვისაც აქვს და ქონია შესაძლებლობა ენახა ეს სპექტაკლი, ეცოდინება რამდენად მნიშვნელოვანია ეს ოპერა ზოგადად იმ პერიოდის და თანამედროვე საოპერო საშემსრულებლო რეპერტუარისთვის. მნიშვნელოვანი გახლავთ ის ფაქტი, რომ თბილისის ვანოს არაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო სტუდიაში შარშან დაიდგა ამ სპექტაკლის ორი აქტი, წელს კი საოპერო სტუდია სრულად შესთავაზებს სპექტაკლს დაინტერესებულ მაყურებელს. ჩვენთან ერთად გახლავთ ეხლა მაია გაჩეჩილაძე, სპექტაკლის რეჟისორი. საღამო მშვიდობის, ქალბატონო მაია. საღამო მშვიდობის. დიდი მადლობა ჩართვისთვის. მე ვიცი, რამდენად დატვირთული კვირა გქონდათ და გაქვთ დღეს საღამოსაც გენერალური რეპეტიცია, როგორც ვიცი. რა ხდება, როგორ შეიცვალა შარშანდელი დადგმის შემდეგ? თავისთავად ცხადია, რომ სრულად დაიდგმება ოპერა, მაგრამ რა დაემატა და როგორი იქნება წელს თქვენეული ბოჰემა? პირველ რიგში სალამი და დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ ყოველთვის გავუტოვოთ ხათუნა ჩვენს მიმართ საოპერო სტუდიის მიმართ და არა მარტო ძალიან ყურადღებიანი ბრძანდებით და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. ეს სპექტაკლი შარშან არა მესამე და მეოთხე აქტი რამდენიმე წლის წინ შევიჩინდეთ ასე ვთქვათ. მადლობთ დაზუსტებისთვის, დიახ. და ჯერ მესამე დავდგით, შემდეგ მეოთხე. და სულ ველოდებოდით, რომ აი რაღაცა რომ ის ხმები დაიბადებოდნენ კონსერვატორიაში, რომლებიც მთელ სპექტაკლს შეძლებდნენ, მთელი სპექტაკლის სიმღერას. და აი ახლა მოგვეცა ამის საშუალება, არაჩვეულებრივი სტუდენტები ყავს, არაჩვეულებრივი ჩვენი საოპერო სტუდიის გუნდი, ორკესტრი, ასე და ბატონმა ზაზა აზნაიფარაშვილმა ახლა ამჯერად ითავა, რომ ჩვენი კათედრის გამგეა ბატონი ზაზა და ითავა, რომ მოდი შევეჭიდოთ ამას. და რაღაცნაირად შევეჭიდეთ და რა ვიცი, მე მგონი საკმაოდ რთულია მოგიხსენებათ დადგმა, მით უმეტეს აი პატარა სცენა დიდი დარბაზის კონსერვატორიის იმისთვის, რომ ისეთი მასიური და მასიური სპექტაკლები გაკეთდეს, მაგრამ რაღაცნაირად შევძელით ახლა და 27-ში და პირველში გვაქვს პრემიერა აბსოლუტურად სხვადასხვა შემადგენლობით. არ მეუბნება 1-2 თუ გამოვიდა. სტუდენტები არიან დაკავებული ძირითადად? ძირითადად არიან სტუდენტები დაკავებული და აი ცოტა დავახმარეთ ჩვენი კურსდამთავრებულები, ბიჭები, ასე ვთქვათ, ბადრი ჩიხიაშვილი, კარგად მოგეხსენებათ, ანუ ხალხურის ბიჭები, ფოლკლორისტები, რომელმაც ჩვენი კონსერვატორია დაამთავრეს მაგისტრატურა, მერაბ სამყურაშვილი, ბადრი ჩიხიაშვილი, ესენი ეხმარებიან ამ სტუდენტებს. როგორ ეხმარებიან ფოლკლორის მიმართულების სტუდენტები? მე უბრალოდ ფოლკლორი დავახსენე, რომ ამით არიან ძალიან ის ერთ-ერთი არის რუსთავის სოლისტი, მეორე ქართული ხმების და ასე ცნობადია ამ მხრივ, თორე ოპერაში ისინი ერთი-ორჯერ კი იყვნენ რაღაც სპექტაკლებში ოპერის თეატრის, მაგრამ მაინც ამ კუთხით წავიდნენ. ანუ ვოკალისტები არიან, ხო, საერთოდ? სპეციალობით, დიახ. ვოკალისტები არიან ორივე დამთავრებული აქვს კონსერვატორია ვოკალის დახსნით და
აი ეხმარებიან დათვალსაზრისით, რომ მათ გვერდზეთ განა სცენაზე და პარტიებს ასრულებენ. რასაკვირველია. ერთად, დიახ. და გუნდი და ორკესტრი ამ შემთხვევაში არის საოპერო სტუდიის გუნდი, რომელიც მოწვეული ყავს და ამჯერად გვეხმარება ოპერის თეატრის ორკესტრი. რამდენი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა რეპეტიციები, იმიტომ რომ საკმაოდ ხანგრძლივი დრო არის ამისთვის საჭირო, რომ შეიკრას ასე დიდი სპექტაკლი. ფაქტიურად გაზაფხულიდან უკვე მუსიკალურ მასალაზე დაიწყეს მუშაობა და უკვე სექტემბრიდან ასე თუ ისე იცოდნენ უკვე მასალა მუსიკალური ათვისებული იყო და დავიწყეთ უკვე ბაცნაოცი ისეთ ინტენსიური რეპეტიციები. და აი რაღაცნაირად მოვიდით ვარგამდე და უკვე ორი სპექტაკლი იქნება, როგორც ზანეთ, სხვადასხვა შემადგენლობით და პრაქტიკულად კუპიურების გარეშე იდგმება ოპერა. გარეშე პირდაპირ წავა 4-ვე მოქმედება თავის დეკორაციით, თავის ახალი კოსტიუმებით, ახალი დეკორაციით და რა ვიცი, სრულყოფილი სპექტაკლი საკმაოდ რთული, ურთულეს. ვოკალისტებთან ზოგადად მუშაობა გარკვეულ პერიოდში განსაკუთრებით დამწყებ ვოკალისტებთან რთულია, იმიტომ რომ სამსახიობო გამოცდილება ნაკლებია. აი რა სირთულეები გვხვდებათ ხოლმე მუშაობის პროცესში? იცით რა, ვოკალისტისთვის მე სულ მიმეორებ, რომ ვოკალისტი არტისტი განსხვავებულია დრამის მსახიობისგან ხო ძალიან იმიტომ რომ ის აკონტროლებს თავის ხმას, აკონტროლებს პარტნიორს, აკონტროლებს ორკესტრს, აკონტროლებს დირიჟორს. ანუ ეს კომპონენტები უნდა დაიჭიროს და მოაქციოს ერთიმეში და ამას ძალიან სკრუპულოზური მუშაობა ჭირდება. ყოველი ფრაზა აბსოლუტურად ახლა მიდის იტალიურად, ხო ჩვენ იტალიურად ხო არ ვაზროვნებთ. ვაზროვნებთ და ამიტომ ჩემი მოთხოვნა არის უნდა ძალიან რომ თარგმანი ვინ რას ეუბნება, როგორ ეუბნება, ვის რას ეუბნება, ანუ ამის მიხედვით პრაქტიკულად ორმაგი სამუშაოა რეალურად. მუშაობა კი. მაგრამ ნუ იმდენად მონდომებულები არიან, რომ მართლა თავი მოიგოს, არ ვიცი. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. და ეს ორი სპექტაკლი როცა დაიდგმება, შემდეგ კიდევ იქნება დაუშვათ საშუალება, რომ გაიჟღეროს ამ ოპერამ. კი, როგორ არა, ჩვენ უბრალოდ საოპერო სტუდიას დარბაზი გვაქვს ხოლმე ნოემბერში და მარტში. დიახ. სპექტაკლებისთვის და აი შაშა მაგალითად ოპერამ მახსოვს, დიახ, ვისაუბრეთ ამაზე, დიახ. ტრამიატა გაუშვით და ეხლა რა ვიცი, დიდი სურვილი იქნება, რომ თქვა თუნდაც იგივე გასტროლიც გავაკეთო. აი ზუსტად ეს მინდოდა, მეკითხა, რამდენად არის შესაძლებელი? შესაძლებელია, ყველაფერი თუ მოინდომება. ძალიან კარგი, მე ვფიქრობ, გვექნება საშუალება მომავალში ქუთაისის და ბათუმის ფარგლებში მაინც განხორციელდეს აღნიშნული სპექტაკლი ბოჰემა ყველასთვის საყვარელი ოპერაა, ყველა ასაკის ადამიანისთვის და ძალიან კარგი იქნება თუ ეს მოხერხდება. მე მინდა წარმატებები. დიახ. არა, მე უფრო ახლა ბათუმზე ვფიქრობ, იმიტომ რომ ქუთაისის ოპერის თეატრში დიახ. ხო, და ნუ ველოდებით, მე პირადად ძალიან ველოდები როდის დავთავდება და აი ბათუმში მაგალითად დიდი სიამოვნებით თუ გაკეთდეს გასტროლი დიდი სიამოვნებით ჩამოვა. ძალიან საინტერესოა, დაგელოდებით ჩვენს ასევე დიდი სიხარულით. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო მაია. მადლობა თქვენ. მე მინდა წარმატებები გისურვოთ, მით უმეტეს საკმაოდ სერიოზული და დატვირთული დღეები გელით წინ. ნახვამდის. ნახვამდის, მადლობთ. ჩვენ საუბრობდით საოპერო სტუდიის დადგმაზე, ჯაკომო პუჩინის ბოჰემა განხორციელდება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო სტუდიაში, დიდი დარბაზის სცენაზე ორი სპექტაკლის ნახვა ექნება შესაძლებელი მაყურებელს და ორივე სპექტაკლში სხვადასხვა შემადგენლობა შეგვიძლია ვიხილოთ.
ახლა კი ვაგრძელებთ გადაცემას. განსაკუთრებული მნიშვნელობა მუსიკოსისთვის, როგორც ცნობილია, აქვს გასვლით პროგრამებს, თავისი გამოცდილების გაზიარების საშუალებას, უცხო ადამიანებთან შეხვედრას, მათთან ერთად სცენაზე დგომას და ასე შემდეგ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახლავთ ის, როცა ეს ყველაფერი ხდება საგანმანათლებლო სივრცეში, როცა რამდენიმე უნივერსიტეტი ერთად მოიყრის თავს და მუსიკოს შემსრულებლებს საშუალება აქვთ თავიანთი შემოქმედებითი პოზიციები, თავიანთი გამოცდილება გაუზიარონ ერთმანეთს. ასე იყო პროექტის მუსიკა საზღვრებს გარეშე ფარგლებში. ეს პროექტი გუშინ დასრულდა და ანა ვაშაყმაძე მოგვიყვება მის შესახებ. მუსიკა საზღვრებს გარეშე. ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის პროექტი, რომელიც მართლაც გასცდა საზღვრებს და ერთ სცენაზე შეკრიბა იტალიის, ესპანეთის, საქართველოს და თურქეთის კონსერვატორიის სტუდენტები და ლექტორები. მონაწილეებმა კომპოზიციებზე მუშაობა დროის სიმცირიდან გამომდინარე ჯერ მშობლიურ ქვეყნებში დაიწყეს. შემდეგ კი ბათუმში ჩამოსვლიდან სულ რაღაც 4-5 დღე ჰქონდათ იმისთვის, რომ კომპოზიციის შესრულებაზე ერთად ემუშავათ. როგორც ამბობენ, მუსიკა არის ერთად სუნთქვა. ეს პროექტი კი მათთვის გამოწვევა იყო, რადგან მოამზადო საათნახევრიანი კონცერტი ისე, რომ მეწყვილესთან ერთად სარეპეტიციოდ სულ რამდენიმე დღე გქონდეს, მართლაც არ არის მარტივი. თუმცა მაყურებლის ოვაციები იმაზე მეტყოლებდა, რომ მონაწილეებმა საზღვრებს გამცდარი მუსიკა ერთ პატარა ქალაქში გააერთიანეს და თავიანთი საკრავებით სცენაზე დღესასწაულის შექმნეს. ჩემთვის არაერთი პროექტი იყო, რომელშიც მონაწილეობდი და ესეც, რა თქმა უნდა, იყო სასიამოვნო, რთულიც ამავდროულად, იმიტომ რომ მოკლე დროში, საკმაოდ მოკლე დროში მოგვიწია ამ პროგრამის გაკეთება, მაგრამ კიდევ ერთი საინტერესო თავგადასავალი იყო ჩვენთვის. არ იყო მარტივი, იმიტომ რომ ჩვენ მოგვიწია ჩვენი პარტიების ცალ-ცალკე დამუშავება და ერთად დაკვრის დრო ჰქონდა ძალიან მცირე. მაგრამ მგონია რომ საკმაოდ კარგად გავართვით თავი. ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო მსგავსი სახის მასშტაბურ კოლაბორაციულ პროექტში მონაწილეობა. ძალიან კარგი კონცერტი შედგა. მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ მცირე დროში მოხდა რეპერტუარის შეკვრა და საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი მუშაობა ჰქონდა უცხოელ სტუდენტებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კოლაბორაციული საქმიანობის დროს. პროექტი მუსიკა საზღვრებს გარეშე 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. კონცერტები ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დიდ დარბაზში იმართებოდა. დასკვნითი საღამო კი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ბათუმის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში შედგა. ქართველ მუსიკოსებთან ერთად რეპეტიციების შესახებ ვენეციის და ვიგოს კონსერვატორიის სტუდენტები აღნიშნავენ, რომ მათთან ერთად მუშაობა ერთ-ერთი კარგი გამოცდილება იყო. ამბობენ, რომ არ აქვს მნიშვნელობა სათხარ, როცა ერთ საქმეს აკეთებ და ამას სიყვარულს ამატებ, შედეგიც არ აყოვნებს. გუნდური მუშაობითაც ფიქრობენ, რომ საკონცერტო პროგრამას თავი კარგად გაართვეს. ბათუმი ულამაზესი ქალაქია. შეიძლება რომელიმე ხელოვნების ნიმუშსაც შევადარო. კოლაჟია სხვადასხვა სილამაზით აწყობილი. ჩემთვის ეს პროექტი დიდი გამოცდილება იყო. აქ ყოფნით თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ბევრი მონაწილე ვიყავით, მათგან მხოლოდ ერთს ვიცნობდი, რომელთან ერთადაც გასულ წელს ერასმუსის პროგრამით ვიყავი, თუმცა სხვა კოლეგებთან ერთად უცხოების შეგრძნება არ მქონია. ბევრი საერთო ინტერესი აღმოვაჩინეთ. ძალიან მიყვარს მოგზაურობა და მუსიკის გაზიარება სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად. აქ ძალიან სტუმართმოყვარე ხალხი დაგვხვდა. ერთად მუშაობის დღეები ძალიან კარგად გამახსენდება. აქ ამ ულამაზეს გარემოში შესანიშნავი კონცერტი გავმართეთ. ნამდვილად კარგად დამამახსოვრდება აქ გატარებული დღეები. ნამდვილად გასაოცარი იყო აქ ყოფნა და ამ შესანიშნავი საღამოს ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება. მასპინძლებისგან უდიდესი პატივისცემა და სითბო მოდიოდა. ძალიან დატვირთული კვირა გამოვიდა. მიმდინარეობდა ყოველდღიური რეპეტიციები. ვფიქრობ, რომ მსგავსი პროექტები სტუდენტებს დიდ мотивაციას აძლევს. საქართველოში ძალიან ბევრი კარგი რამ აღმოაჩინეს. გაიგეს ამ ქვეყნის ისტორიის და ტრადიციების შესახებ. ქართულ და სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად ბევრი შრომეს და მუშაობის დროს ერთმანეთს ძალიან დაუმეგობრდნენ.
პროექტის ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილი იყო აჭარის კულტურის სამინისტროსა და ბათუმის მერიის მიერ, სხვადასხვა ცნობილი კომპოზიტორის ნაწარმოებები შესრულდა, რომელთა შორისაც იყო ქართველი კომპოზიტორი ზურაბ ნადარეიშვილიც. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მათთვის საკმაოდ საპასუხისმგებლო იყო კომპოზიტორის წინაშე ნაწარმოების შესრულება. საინტერესო ის იყო, რომ მე არ ვესწრებოდი რეპეტიციებს, ვერ ჩამოვედი ადრე, რომ ამათ რეპეტიციებს დავსწრებოდი. ამიტომ ამ სრულიად მოულოდნელი იყო და ველოდი, აი როგორ იქნება, როგორ დაუკრავენ, მაინტერესებდა ჩემი მეების გარეშე, რა ქვია, შენიშვნები. ხუმუშავიათ და საერთოდ პროფესიონალურად მოეკიდნენ ამ საქმეს და რა ვიცი, ძალიან მაღალ დონეზე შეასრულეს და მაგ მაყოფილი ვარ, მშვენიერი იყო. პროექტის დასკვნით კონცერტზე ყველა მონაწილემ ერთად ბოლო ნომრად რევაზ ლაღიძის საჭიდაო შეასრულეს, რომელიც კომპოზიტორ ზურაბ ნადარეიშვილის იმპროვიზაციით იყო შექმნილი. მონაწილეებს ასევე გადაეცათ მადლობის სიგელები. დიდი მადლობა ანას საინტერესო სიუჟეტისთვის და ვაგრძელებთ გადაცემას. რამდენიმე ხნის წინ ჩვენ საუბრობდით ჩვენი რუბრიკის ქართველი ხელოვანები უცხოეთში ფარგლებში ქართულ თეატრზე ათენში. ეს თეატრი უკვე რამდენიმე წელია ძალიან საინტერესო შემოქმედებით მოღვაწეობას ეწევა, ძალიან ბევრი სპექტაკლი აქვს რეპერტუარში და ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ნიკო გომელაურის სახელობის ათენის ქართული თეატრი ამჟამად საქართველოში გახლავთ და 2 დღის წინ მონაწილეობა მიიღეს ძალიან საინტერესო პროექტში. ჩვენ ახლა შემოგვიერთდება ნიკოლოზ ტყავაძე, რეჟისორი, რომელიც გახლავთ ამ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. საღამომშვიდობის. დაღამომშვიდობის, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა, ჩვენ მეორედ ხვდებით უკვე ერთმანეთს დაპირებისამებრ. მე ძალიან მინდოდა, რომ თქვენი საქართველოში ჩამოსვლა ჩვენი გადაცემის მიღმა არ დარჩენილიყო. დიახ, მეორედ შევხვდით ჩვენ ერთმანეთს. რა ხდება, სად მიიღეთ მონაწილეობა, ვიცი რომ მოძრაობის თეატრში, მაგრამ უფრო დეტალურად თუ შეიძლება მაყურებელს ვუამბოთ. დიახ. ეს იყო პრემია თავისუფალის ფესტივალის ფარგლებში ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა. პირველად საქართველოში ჰქონდა ამას ვერ დავარქმევ. გასროლი ეს იყო, როგორ გითხრათ, სამშობლოსთან შეხვედრა, ქვეყანასთან შეხვედრა. ჩვენ ჩავატარეთ ეს სპექტაკლი გვიმას მიწლა მოძრაობის თეატრმა. აიხლაც ამ წუთში მოძრაობის თეატრში ვარ, მოძრაობის თეატრის სცენასთან და იქიდან გესაუბრებით და ძალიან როგორ გითხრათ გულთბილი მასპინძლობა გაგვიწიეს ბატონი თენგის ხუხია, ბატონი იოსებ ბაკურაძე, კახაბერ ბაკურაძე, ესე იგი ძალიან თბილად დავხდნენ და ძალიან ამაღელვებელი იყო ჩვენთვის პირველად საბერძნეთიდან ჩამოვედით საქართველოში და ჩვენი ქვეყნის მაყურებელს მოუყევით ჩვენს შესახებ, ჩვენი ამბით, ჩვენი სპექტაკლით. იყო ერლო მახვლედიანის ვანო და ნიკო დავდგით ჩვენ და მოიტანეთ სამშობლო. დიახ, და ერთი სპექტაკლი იყო, რასაკვირველია წარმოდგენილი, როგორ შეხვდა მაყურებელი და თუ შეიძლება მანამდე ამ პიესის შესახებაც 1-2 სიტყვა გითხარით. მაყურებელი ძალიან ემოციური იყო ეს ყველაფერი. ძალიან ემოციური იყო. ჯერ ის ფაქტორი მოქმედებს, რომ ჩვენ ჩამოვედით ემიგრანტები ჩვენ სამშობლოში და ეს კიდე უფრო დამატებით ემოციას იწვევდა და ჩვენი ნამუშევარი ეს პროდუქტი ძალიან კარგად მიიღეს. ჩვენი სპექტაკლი მაყურებელმა ძალიან მაყოფილი ვარ ყველაფრით. თან დაემთხვა რომ იყო გიორგობა და კიდევ დაემთხვა რომ ერლო მახვლედიანის დაბადების დღე იყო. და ესე იგი უზომოდ ბედნიერი ვიყავით და ორმაგად მაყოფილი ვიყავით ამ ყველაფრით. მოდით პიესის შესახებაც თქვათ რამდენიმე სიტყვა, რა არის მნიშვნელოვანი, რაზეა ეს ყველაფერი დაფუძნებული? როგორც მოგეხსენებათ, ეს ერლო მახვლედიანის ვანო და ნიკო არის კეთილის და ბოროტის შეჯახება ერთმანეთში. და გაურკვევლობა, შეუთანხმებლობა, შეუთავსებლობა და ისეთი მდგომარი რაღაც დღესდღეობით ისეთი სიტუაციები არის საერთოდ მსოფლიოში გლობალურად ვერასდროს
ვერაფერში ადამიანები თითქოს ვერ თანხმდებიან რაღაც ერთ შეჯერებულ აზრზე და ამიტომ ჩემი ჩანაფიქრი და ჩემი წუხილი ის იყო რომ შემაწუხა ამ დამოკიდებულებამ და შევეცადე რომ გადმომეცა ვანო და ნიკოს სეული დამოკიდებულება კეთილი და ბოროტის ჭიდილი ამ ჩვენი სპექტაკლით. ეს მარადიული პრობლემაა და ძალიან აქტუალური სამწუხაროდ ყოველთვის. აი თუ შეიძლება მსახიობებზეც გითხარით რამდენიმე სიტყვა, ვინ მონაწილეობდა, ვინ იყო მუსიკალური განფორმებელი, მხატვრობა ვისი იყო და ესე შემდეგ. მუსიკალური გაფორმება ჩვენ გუნდმა ერთად მოვიფიქრეთ და ასე კი არა გვყავს სალკე კომპოზიტორი როგორც ვთქვათ და ვისაც ამ საქმის მივანდობ და ზოგი YouTube-დან ამოღებული მუსიკები ჩვენ შევქმნით ეს და გავაკეთეთ რაღაც მივჭერით, რაღაც გადავჭერით და ჯამში ჩამოვაყალიბეთ მუსიკა ამ სპექტაკლისთვის. აქ მონაწილეობდა მხატვარი ყავდა სოფია ბელთაძე, ქორეოგრაფი იყო შმაგი ჯიმშერაშვილი და ბატონი გია მარღანია დაგვეხმარა ძალიან აქ საქართველოში რომ ჩამოვედით და მან შეიტანა კორექტურა ჩვენ სპექტაკლში მოძრაობებში ძალიან დიდი მადლობა მას ამისთვის მსახიობები და მონაწილეები ყავდნენ კახი სიბოშვილი საბა ობოლაძე მარიამ სახამბერიძე ისაბელ ხურციძე და ეს და ჩემი შვილი კიდევ გამნათებლად იყო მარიამ ტყავაძე. რას გეგმავთ, როდის მიემგზავრებით ათენში და რა იქნება უკვე თქვენი თეატრის მომავალ გეგმებში? ჩვენ ათენში როგორც მოგეხსენებათ ვართ ჩვენ გვაქვს ჩვენი თეატრი და ჩვენი ადგილი კულტურულ განათლების ცენტრში არმატი. ეხლა ჩვენ ამ სპექტაკლს გავუკეთებთ გასროლებს კიდე ემიგრანტები სადაც არიან სხვადასხვა ქვეყანაში არის ჰოლანდია, არის იტალია და ასე შემდეგ გვაქვს ეს ჩანაფიქრი და გვაქვს კიდე სამომავლოდ ბერძნებთან უნდა დავიწყოთ ურთიერთობა და გავაკეთოთ ეგეთი შეთანხმება რომ ქართულ ბერძნული ნაწარმი სპექტაკლი გამოუშვათ ერთად. ეს ძალიან საინტერესო კოლაბორაცია იქნება და ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი ორივე მხარისთვის. დიახ, იმიტომ რომ რადგანაც ჩვენ მოგცა ფუფუნება საგარეო საქმეთა სამინისტრომ და მოვიგეთ გრანტი დაგვაფინანსა და გვაქვს ამის შესაძლებლობა რომ ჩვენ ბერძნები მოვიწვიოთ ჩვენს თეატრში და კიდევ ეს ჩვენ გადავიდეთ ბერძნულ თეატრში და ერთად შეთანხმებულად ვიმუშაოთ და სხვათა შორის ვანო და ნიკო რომ ნახეს ბერძნებმა გადიოდა ბერძნული ტიტრებით და ამის შემდეგ დაინტერესდნენ ჩვენს შესახებ და მიგვიწვიეს მე როგორც მიმიწვიეს როგორც რეჟისორს რომ დავდგა სპექტაკლი ბერძნულ თეატრში ეს იყო ძალიან კარგი სიახლე რაც მართლა ძალიან საინტერესო ამბავია და გაქვთ ჯერ მონიშნული რაზე იმუშავებთ ერთად? ჩვენ გვაქვს ორი სპექტაკლი ბერძნებთან რაზეც უნდა ვიმუშაოთ. პირველი ვანო და ნიკო უნდა გავაცოცხლოთ არაბერძნული ტიტრებით, არამედ ბერძნულად უნდა ვითამაშოთ და ბერძნებმა უნდა ითამაშოს ჩვენთან ერთად ბერძნულ თეატრში და მეორე პიესა არის კაზანზაკის ტრაგედია კომედია ერთმოქმედებად, რომელიც უნდა დაიდგას კიდე ბერძნულ ენაზე. ძალიან დიდი მადლობა. მე მინდა წარმატებები გისურვოთ და მალე გხილავთ კიდევ საქართველოში. დავამატო კიდე ძალიან დიდი სიყვარულით, რომ ჩვენ ჩამოვედით ნიკო გომელაურის თეატრი საქართველოში და ძალიან სასიხარულო ამბავი იყო, რომ ნიკო გომელაურის მეუღლე ქალბატონი ნინო ჩოდრიშვილი, ნიკო გომელაურის შვილი, ტასო გომელაური და შვილი აქ გვესწრებოდნენ ჩვენ და ეს იყო ჩვენთვის ძალიან დიდი ესე იგი ზეიმი და ამან კიდევ უფრო გაათბო ჩვენი საღამო. ძალიან საინტერესო დღეები გქონდათ როგორც ვხედავ და მე მინდა გისურვოთ ძალიან დიდი წარმატება მომავალ შემოქმედებით საქმიანობაში და მალე საქართველოში დაბრუნება. ძალიან დიდი მადლობა თქვენ რომ ყურადღების ცენტრში გვაყოფებთ, ძალიან დიდი მადლობა რომ დაინტერესდით და ძალიან დიდი მადლობა რომ თქვენთან ეთერში მოვხდით. ნახვამდის. კარგად ბრძანდებოდეთ, კარგად ბრძანდებოდეთ. ჩვენ საუბრობდით
ქართული თეატრის შესახებ ათენში, ეს გახლავთ ნიკო გომელაურის სახელობის თეატრი და მისი სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკოლოზ ტყავაძე იყო ჩვენთან ერთად, როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნული თეატრი იმყოფებოდა საქართველოში თავისუფალი პრემიის, აი ამ ფესტივალის ფარგლებში და 23 ნოემბერს წარადგინა ერლო მახვლედიანის პიესა ვანო და ნიკო. ასეთი იყო დღევანდელი არტ ექსპრესი, მე გემშვიდობებით, მომავალ სამშაბათამდე საუკეთესო სურვილებით.